პოლიტიკის მეცნიერებებს ვსწავლობ უკვე მესამე კურსზე ვარ და რასაც ვამბობდით სტუდენტები და არა მხოლოდ სტუდენტები მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ ეს ვითომ და რეფორმა იდგა არაფერზე, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავისი ვითომ და ბრიფინგი, სადაც გვაჩვენეს არაფერი. არანაირი ექსპერტი არ არსებობს, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ ეს იქნება სასარგებლო ახალგაზრდებისთვის, ეს იქნება სასარგებლო პროფესორებისთვის. მთელი ამ დროის განმავლობაში ხალხი ითხოვდა, რომ რაღაც რეფორმა გატარებული იყო, რომ განათლების ხარისხი გაზრდილი იყო და დღეს გამოვიდნენ და გითხრეს, რომ არ გვჭირდება სტუდენტები, რომ ძალიან ბევრი არიან და მათი რაოდენობა შემცირდეს, რომ თურმე ზედმეტად ბევრი უნივერსიტეტია და მათი რაოდენობა შემცირდეს და მიადგნენ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ რეიტინგულ უნივერსიტეტს, არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოახერხა, რომ 115 ქვეყანაში ჩატარებული კვლევით ყოფილიყო ერთადერთი წამყვანი ქართული უნივერსიტეტი, სხვა უნივერსიტეტმა ეს ვერ შეძლო და დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ ეს უნივერსიტეტი დახურო. შეუძლებელია ეს იყოს გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ განათლების ხარისხი გაიზარდოს, ან სტუდენტებისთვის რაიმე ტიპის სარგებელი მოიტანოს. სტუდენტები თუ რამეს აკეთებენ ახლა მთელ ამ პროცესში არის ის, რომ იპოვონ გამოსავალი და იპოვონ შესაძლებლობა დაიცვან საკუთარი უნივერსიტეტები, დაიცვან საკუთარი განათლება. ნებისმიერ უნივერსიტეტში რო შეხვიდეთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი იქნება, ვერც ერთი სტუდენტი ვერ გეტყვით რეალურად რა ბედი ეწევა მას. რა იქნება მისი მომავალი, რა იქნება მისი უნივერსიტეტის მომავალი, იმიტომ რომ ქართული ოცნება რო ლაპარაკობს, რომ ყველასთვის ყველაფერი გასაგებია და ყველა მის რო კარგი რაღაც ხდება, რეალურად არავინ არაფერი არ იცის. თვითონ რექტორებმა არ იცოდნენ საკუთარი უნივერსიტეტების ბედი და ამბობდნენ, რომ თურმე გუშინ გაიგეს ის, რომ რაღაც უნდა შეერთებული იყო და რაღაც უნდა მომხდარიყო. და ამ რეალობაში როცა ვცხოვრობთ, სწორი და ბუნებრივია, რომ ახალგაზრდებს აქვს პროტესტის გრძნობა, ახალგაზრდებს აქვს სურვილი იმისა, რომ რაღაცები შეიცვალოს და მთელი ამ დროის განმავლობაში ახლა რასაც ვხედავთ. არის ის, რომ არა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, არამედ ზოგადად ქვეყანაში სტუდენტები და პროფესორები აპროტესტებენ და ითხოვენ იმას, რომ უკან გაიწვიონ ვითომ და განათლების რეფორმა, რომელიც თუ რამეს აკეთებს ისევ და ისევ, არის ის, რომ ყველაზე გავლენიან უნივერსიტეტს ერთს ყურავს და მეორე თბილისის გარეთ უნივერსიტეტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია და რომელსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს იქ სხვა ქალაქების განვითარებაზე, უბრალოდ ამ უნივერსიტეტებს ანადგურებენ. სხვა ფაკულტეტებს უზღუდავენ, თუ სიტყვაზე იყო 600 ადგილი ჩამოყოთ 300-მდე და ამ ადამიანებს რას უშვებიან? იქ ყოფ დასაქმებულ ადამიანებს, იქ ყოფ სტუდენტებს რას უშვებიან? ეუბნებიან, რომ მათთვის განათლება აღარ უნდა იყოს პრიორიტეტი და რა უნდა აკეთონ, როგორ უნდა განვითარდნენ. და ამ რეალობაში კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წამყვანი, რომელიც იღებს ხმას და ამბობს, რომ ეს ვითომ და განათლების რეფორმა არ უნდა გატარდეს, იმიტომ რომ თუ რამეს ემსახურება არის ის, რომ განათლების სისტემა უნდა ჩამოაგრიონ ქვეყანაში. რამდენად რეალურად წარმოგედგენიათ იმ ფაქტის გააზრება და მიღება, რომ შეიძლება საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობა არ გქონდეთ. ლოგიკურია. ხო, გავიგეთ, რომ ეს რეალობაა, არ არის პროგნოზი და იმ შემთხვევაში თუ არ გვექნება სრული განათლება ის წლები დაფარული, რომელსაც მოითხოვს საერთაშორისო ბაზარი, თქვენ ვერ შეძლებთ, რომ ჩააბაროთ უცხოეთში მაგისტრატურაზე, სხვა საფეხურებზე გააგრძელოთ სწავლა. ალბათ ქართული ოცნება ის ერთადერთი, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ მაღალი ხარისხის განათლება ნიშნავს იმას, რომ ყველგან წლები უნდა მოაკლდეს. სკოლაში წელი უნდა მოაკლდეს, ბაკალავრიატის წელი უნდა მოაკლდეს, მაგისტრატურაზე წელი უნდა მოაკლდეს. ასეთი რაღაც ალბათ ბუნებაში არავის არ უნახავს და შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ის, რომ ამ ქვეყანაში განათლებას წლები მოაკლდეს და ეს იყოს ისევ კონკურენტუნარიანიან, გქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ თითქოს ევროპაში შენ შეძლო და იქ გააგრძელო სწავლა. პირიქით გვეუბნებიან, რომ არაუშავს თუ ამას ვერ შეძლებ, მეტი წელი გრჩება და შეგვიძლია იმუშაო, ოღონდ პარალელურად ხედავთ, რომ სამუშაო ადგილები არ არსებობს და სად უშვებენ ამ სტუდენტებს, კაციშვილმა არ იცის, ნაკლები განათლება გექნება, მაგრამ თუ გაქვს იმის სურვილი, რომ ევროპაში წახვიდე, ნება იბოძე, მეტი ფული გადაიხადე, გინდა ევროპაში, გინდა საქართველოში, მეტი ფული ჩადე და ასე განვითარდები და ასე შეძლებ წასვლას, მაგრამ არავის არ აქვს იმის რესურსი, რომ ეს გააკეთოს.